გამეყინა. მოგესალმებით, მეგობრებო. როგორი ამიდია გარეთ, იცი, აი ყინავს, აი ძალიან ცივა. ის გამონათქვამი ხო ყველას გსმენიათ, გარეთ ისეთი ამიდია, ძაღლი არ გაიგდებაო. აი მართლა ძაღლი კი არა, ვერაფერს ვერ გავაგდებდი, გარეთ ისეთ ცივა და მე ბაიკით მოვკატაო. რატომ გამოვედი ესეთ სიცივეში, ესეთ უამინდობაში ბაიკით გარეთ? არ ვიცი ხა რამდენად აღიქვამთ, ხა როგორი ამიდია, ქარია, ირგვლივ თოვლი დევს გვერდებში, ხა უფრო დიდ ცოლშია, ვალ კიდე უფრო შორს მივდივარ, ლისის ტბაზე მინდა ჯერ ავიდე და მე შეიძლება კიდე ზემოთაც გავაგზავნო გზა. და თუ რატო არ ესეთ ცუდ ამიდში გარეთ გამოსული, მაგ ყველაფერზე მინდა გესაუბროთ. ესე იგი თოვლში რო ვიარე, მიდევს მაგის ვიდეო და ალბათ ნახავდით. მაგის მერე ბევრმა მკითხა, რომ ესეთ სიცივეში რატო დადიხარ? ზამთარში შეგიძლია მოტოციკლეტის სხვა რამით ჩაანაცვლო, სხვა რამით გაერთო, სხვა რამით ისიამოვნო და მეც 2 დღით გადავწყვიტე ჩემი მოტოციკლეტი გამეჩერებინა და შაბათ კვირას წავსულიყავი ბაკურიანში. ბაკურიანში ვიარე, ვიბოდიალე მანქანით, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, ლამაზი ხედები, ძალიან დიდი თოვლი, თან საღამოს დრონით თუ გადმოხედავ ხო, ძალიან ლამაზია იქაურობა და რომელ სასტუმროშიც ვიყავე, საკმაოდ მაღალზეა და ჩემი აივნიდანაც ეს სილამაზე კარგად ჩანდა, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა. მე ცადე ცოტა რაღაც ექსტრემი რო გამომეცა და ჯერ სიგურებზე დავდექი. ხო, რაღაც ძალიან უცნაურია, ხო, მე თვითონაც მეუცნაურა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა, ინტერესის ამბავი იყო და სიგურებით ცოტა გავიარ, გამოვიარე, ველოდებოდი რომ დავეცემოდი, მაგრამ რატომღაც გადავრჩი, არ წავიქეცი. ჩემს წვალებას გაჩვენებთ, ეხლა როგორ წვალო. ვიდეოს გადაღებას რომ მოვინდომე. მაგრამ ეს სიგურები ხო რა თქმა უნდა მაიმუნობა იყო, ვერაფერი ვერ ვისიამოვნე, ვერაფერი ვერ ვიგრძენი, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე თხილამურების ჯერი დადგა. დავდექი თხილამურებზე, რო გითხრათ ახლა გამოცდილი მოთხილამურე ვართ ხო? არა, მაგრამ პირველი დადგომაც არ იყო. სადღაც მეორედან მესამედ დავდექი თხილამურებზე და თავიდან ცოტა ნელავს რეალებდი, ცოტა შიშის გრძნობა მქონდა, მაგრამ მე ნელ-ნელა ცოტათი გავუთამამდი. ვერი გამეყინა. და ჯერ ახლა დავიწყეს რა. არა და ცოტა ხანი ძალიან კაი ამინდი იყო და არ ვიცი როგორი დავბრუნდები. გაზაფხულამდე იმედი აქ დარჩენა არ მომიწევს, სადმე არ მივეყინები და თოვლი რო დადნება, მე თუ მიპოვით, იცოდეთ რომ მიყვარდით ყველა. ხომახო, ჩემი ახი გამოიწერეთ რა. ასე ვთქვათ, ვისიამოვნე, კარგი იყო. კმაყოფილი ვარ. უფრო მეთხანს რო გავჩერებული ყავი, უფრო კარგად ვისწავლიდი და უფრო მეტ ვისრიალებდი და უფრო ჩქარაც და ალბათ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებდი, მაგრამ ვეღარ გავჩერდი, 2 დღეში წამოვედით მოკლედ თბილისში. ხო და თხილამურებმა მასიამოვნა, ასე ვთქვათ რა, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა. მე მინდოდა სნოუბორდზე დამდგარიყავი, მაგრამ ეგ ვერ მოვახერხე და ძალიან მინდა რომ სნოუბორდის გამოვცადო და აუცილებლად ვცდი. მაგრამ თავარი კითხვა თუ რატო ვარ ესეთ ამიდში გამოსული, არის ის რომ რა ჯობია თხილამურებზე ვისრიალო, თოვლში გავერთო, ზამთრის კურორტი გამოვიყენო ზამთარში და მოტოციკლეტი ცოტა ხნით გავაჩერო, თუ ესეთ ცუდ ამინდშიც, თოვლშიც, ყინვაშიც, ქარშიც მაინც მოტოციკლეტით ვიარო.
ну ცოტა დასაფიქრებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი მუღამი აქვს, ასე ვთქვათ და ну იქ დრო არ მქონდა, თორე კვადროციკლით ან ბაგითაც მინდოდა გასვლა, ეს ყველაფერი რომ მექნა, ალბათ ცოტა ხნით დავივიწყებდი მოტოციკლეთის მონატრებას, რამოდენიმე დღე გავჩერდებოდი სიამოვნებით და მერე რო ჩამოვიდოდი, მერე უფრო რაღაც ალბათ 10 მაგი მონატრება მექნებოდა მოტოციკლეთის მიმართ და მერე საერთოდ აღარ გავაჩერებდი. მაგრამ ეხლა რო ვფიქრდები, მაინც ანუ იმ ხელა სიამოვნებას მანიჭებს, აი ეს უბრალოდ რომ მიდიხარ შენთვის მისეირნობ, დაკატაობ და არაფერზე არ ფიქრობ გარდა სიარულის. აი ჩემთვის ძალიან დიდი განტვირთვა, ძალიან დიდი ბედნიერებაა და მაგიტო სხვა არაფერი მირჩევნია. ასე რომ არც თქვენი თხილამურები მინდა, არც სნოუბორდი და არაფერი. მომავალი წლისთვის მინდა ჩემს მოტოციკლზე დავაყენო შიპებიანი, თუ როგორ ქვია, არ ვიცი. რკინის წვეტები რო აქვს, ხო იცით საბურავებს, აი ეგეთ საბურავები მინდა დავაყენო და სადმე დიდ თოლში წავიდე და ვიარო, ნახოთ რა შეუძლია ჩემს გოგონას. ძალიან ვისიამოვნებ მაგით. წელსაც მინდოდა, მაგრამ ნუ ბევრი მიზეზის გამო ვერ მოვახერხე. ნუ პირველი ის იყო, რომ ეგ საბურავები რომც მოვასწრო და გავაკეთო, მანქანა და მოტოციკლეთის სადგომი მჭირდება, რითიც წავიყვან მოტოციკლეთს იმ კონკრეტულ ადგილამდე, სადაც უკვე თოვლში ვივლი უშუალოდ, თორე მაგ საბუროც რო დავაყენებ ასფალტზე, მაგით ხო ვერ ვივლი, რომ თოვლამდე მივიდე. ასე რომ კარგი მანქანა, მანქანის სამაგრი, სადაც მოტოციკლს დავაყენებ, ეგაც მჭირდება და ნუ კაი მომზადება უნდა, ასე ვთქვათ რა და შევეცდები მომავალ წლამდე რომ ყველაფერი მოვასწრო. ნუ ლისის ტბაზე უფრო ნაკლები თოვლი იყო, უფრო მეც ველოდი და ეხა ცოტა უფრო ზემოთ წავალ, გავუყვები გზას და ნახოთ სადამდე ავალ. მუხლებს უკვე ვეღარ გძნობ, სიმართლე რო გითხრათ, ისე მაქვს გაყინული, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს, გაულღვები, არაფერი მომივა. წინაზე თოლში რო ვიყავი ასული, ეს გზა გავიარე და მაშინ მქონდა, ანუ გზაში სიარულის დროს მუსიკები მქონდა დადებული ვიდეოზე და ბევრმა დამიწერა კომენტარში, ბევრმა ისე მომწერა, რომ სიარულის დროს ილაპარაკე მუსიკას ნუადებოდა. მე მგონი როგორც იქნა ხმის პრობლემას მოვაგვარე, ჩემი მიკროფონი მე მგონი უკვე კარგად მუშაობს და ეხლა შევეცდები უფრო მეტი გესაუბროთ და უფრო მეტი კონტაქტი დავამყაროთ თქვენთან. სანაცვლოდ თქვენგანაც ერთ რამეს მოვითხოვ, იაქტიურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარეთ ხოლმე. ყველა კომენტარს ვკითხულობ და რაღაც ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც რაღაც წარმატებებს მისურვებთ და დადებითად აფასებთ ჩემს ვიდეოს. ასე რომ იაქტიურეთ ხოლმე მეგობრებო. ცივა ძალიან ყინავს, აი ძალიან გავიყინე მართლა. თან ეხლა არის შუა დღე, 3:20 წუთია და აი ისეთ ცივა რომ რავი, ნუ ღამე რა თქმა უნდა გამოსვლას აზრიც არ აქვს, რავი, ეგრევე გავიყინები ალბათ. მე მოტოციკლზე დავჯდები და ეგრევე მივიყინები ზედ. ჩემ მოტოციკლს აქვს სახელურების გათბობა. აქვს ორი რეჟიმი. ნუ პირველი შედარებით ლაითად ათბობს, მეორე უფრო მაგრად ათბობს და ნუ ესე ცოტა სივამინდებში რო ვიყენებდი, კარგად ათბობდა ხელებს, ასე ვთქვათ. ეხლა ისე ყინავს, რომ აი საერთოდ ვერ ხვდები, რომ ჩართულია. ანუ ვერ ერევა, აზრი არა აქვს საერთოდ. აუ ძალიან მინდა ტალახში შესვლა და ცოტა უქსაობები და მაიმუნობა, მაგრამ აქ რო ჩავრჩე ვინ გამომიყვანს, მარტო ვარ. მაგრამ რაღაც დეგენერატობას მაინც ვიზავ, ეხა ჩემი ამბავი რო ვიცი. ძალიან ცივა და რაც უფრო ზემოთ მივდივარ, უფრო მეტად ცივა. აი საშინლად ყინავს. იქ დიდი ალბათობით გზაც გაყინული იქნება, ეხლა ლისზე რომ მივადგები და აი მანდ უკვე როგორ შევძლებ სიარულს,
ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ სადამდეც შევძლებ ასვლას იქამდე ავა. თავარია არ წავიქცე. აი აქ შევიდოდა კაცი, ნახეთ რა ლამაზი ადგილებია იქით. მარჯვნივ სუთოულია და დიდი სიარულს მოტოციკლეტით, მაგრამ იქიდან ვერ გამოვალ, აი ფიზიკურად, აი უეჭველი ვიცი რომ ვერ გამოვალ, აი შანსი არის 0 რომ აქედან ჩავიდე და მე იქიდან ამოვიდე, თორე ძალიან საინტერესო, აი საბურავი მაინც რომ მეყენოს, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, ისე შევიდოდი, კარგი საბურავები რომ მქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ სისულელე იქნება რა, შესვლა იქ უნდა ჩავრჩეთ ყოველად, წავყირავდე, წავიქცე და თან გაყინულზე კიდე ეგ მინდა ადგილებს ვათვალიერებ, სად შეიძლება რომ შევიდე და ვიმაიმუნო ისე რომ მე გამოსვლაც შევძლო. არა, ძალიან გაყინულია, აი აზრი არ აქვს არანაირი, მან მოტოციკლეტით კი არა, მანქანით გაიჭედება ადამიანი და ანუ წეღა რო ამბობდი ძალიან ცივად ხო? ეხა ხვდები რომ მაშინ სიცივი არ ყოფილა. ის რავი, უბრალოდ სიგრილე იყო, ასე ვთქვათ. აი ყინვა ამას ქვია, რასაც ეხლა გრძნობ. ანუ მე მგონი გამეყინა ყველაფერი, ვეღარ გრძნობ, თითები მიყინული მაქვს, ფეხები გაყინული მაქვს, მუხლები საერთოდ მაქვს თუ არა ვერ გრძნობ. ერთადერთი თავი მაქვს თბილად. ჩაფხუტის და ბალაკლავის დამსახურებდი. ბაკურიანში -20 გრადუსი იყო დაახლოებით და იმ ყინვას ვუძლებდი და ამას ვერ გავუძლებ. გავერთე სხვათა შორის ძალიან კარგი იყო. ბავშვებს ვეთამაშე. ერთ ბავშვთან ხელშეკრულება რამის გავაფორმე ოპერატორობაზე. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. გამოიწერეთ შენი არხი. ეხა გავესაუბრებით ჩემ ოპერატორს და ვკითხავ როგორი განწყობით არის და მოეწონა თუ არა დღევანდელი დღე. სოფია, რას ფიქრობ დღევანდელ დღეზე? კმაყოფილი ხარ? კი. ესე ვცლად განავრცო დღევანდელი დღის ამბავი. შენ ვინ მინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა რომ გამოვიდე ვინ? იუთუბერი. მომავალი იუთუბერი გვეზრდება. რამდენი წელს ხარ? 5. მიესალმე ხალხს. გამოიწერეთ არხი. კიდევ რა ხდებოდა? YouTube-ზე რო ტუტორიალებს გვაჩვენებენ ხოლმე, ხო იცით როგორ გავხსნათ ღვინო, თუ გასახსნელი არ გვაქვს. აი ეგ დაგვემართა ღვინო ჰქონდა გასახსნელი არა და რამდენიმე ვარიანტი ვცადეთ თუ როგორ გავხსნიდით და თურმე ყველაფერი მართალი არ ყოფილა, ან ჩვენ არ გამოგვივიდა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ვერ გავხსენით ისე როგორც YouTube-ზე გვაჩვენებენ ხოლმე. ეხლა ნახოთ მართლა შესაძლებელია თუ არა სანთებელი ბოთლის გახსნა რა, ბევრი ტუტორიალი მაქვს ნახი და დავტესტოთ მართლა იხსნება თუ არა ესე. მისამიზნა ბავშვები მომერიდეთ. 2 hours later. მეგონი გვატყუებენ რაღაც. ერა. ეხლა გაცხელებული ჩადე თოლში და იგივე მოწყდება თავი. როგორ უნდა გახსნო? თუ სახსნელი არ ვარ. აი აქ უკვე გზა გაყინულია და კაი ავედი ხო ჯანდაბას. იქიდან როგორ უნდა ჩამოვიდე? აი ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. ძალიან ცივად, ძალიან გაყინულია ყველაფერი. და ალბათ ხალხი რომ მიყურებს, კითხულობენ ეს დეგენერატი ვინ არისო?
არ ვიცი, რავი, კარგი რა უნდა იფიქრონ, აი ესეთ ამინდში, ესეთ ყინვაში რომ მოტოციკლეტით დამინახავენ. თოლში მინდა შესვლა. აინტერესებს რა შეუძლია ჩემ გოგონას. აუ არა ძმაო. ეს რა არისო, პიზდეც. აქვსო, მორჩა. ძალიან გაყინულია. ოპა. აქ უკვე აზრია, რომ საერთოდ არანაირი. აი, თქვათ ავედი. მერე რა ჩემი ფეხები იქნა, როგორ ჩამოვიდე. აი, ცოტა გაურისკოთ მაშინ. ან მოიცა კამერას მაინც გადავიტან უკან და ისე გაურისკოთ. ან არა, წავედით. აუ, ძალიან სრიალებ. აუ, არ მინდა რომ წავიქცე. აუ, არ მინდა რომ წავიქცე. ძალიან დამენანება მოტოციკლეტი. ანუ ფეხები კი მაქვს ჩამოწეული დიდი სამით რომ რამე შევაშველო თქო, მაგრამ ფეხებიც ისე გაცურდება როგორც მოტოციკლი, ასე რომ ოპ. აი, ჩერდები აქ. ამოვედი. სადამდე სიოძელი ამოვედი წინ უბრალოდ არ ვიცი კადრში რამდენად ჩანს, მაგრამ გაყინულია გზა და სპორტ ბაიკით, სლიკი საბურავით გაყინულ გზაზე, რავი, ან დეგენერატი უნდა იყო, ან ჩემნაირი არაადეკვატური რომ წავხვიდე და სადამდე სამოვედი, ამითიც კმაყოფილი ვარ, გავჩერდები, დაგათვალიერებინებთ გარემოსა, დავიძრები ისე თბილისისკენ, თორე ხელებს ვეღარ გვსდობ. დღევანდელი ვიდეოდან გამომდინარე დასკვნა მაინც ის არის, რომ თოლში, ყინვაში, წვიმაში, ქარში თუ ნებისმიერ ამითში მირჩევნია აი ამ ჩემი ლამაზმანით გავიდე სადმე და ვიბოდიალო, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტრანსპორტით. ჯერჯერობით, რავი, ყველგან მომყვება, სადაც წავედი. კარგ ამინდებში, ცუდ ამინდებში, ქარში, წვიმაში თუ თოლში, მაინც ხელს მიწყობს, რომ ყველგან წავიდე, სადაც მინდა. ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ გზის საფარს. როგორ გზაზე ვიარე, სად ვიარე და აი რა ვიცი, რომელი მოტოციკლეტი შემეჯიბრება off-road-ში, რომელი სპორტ ბაიკი შემეჯიბრება გამოდით ნებისმიერ. ეხლა აი აქ ვარ გაჩერება. ესე ამ გზაზე ვიარე. და აი გზის საფარს ხედავთ, როგორ არის გაყინული. ცივა. მაგრამ ღირდა ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან გამისწორდა. მე რა რო ცივა და უკანკალებ და ვიყინები. სამაგიეროდ ამ ვიდეოს რო დავამონტაჟებ და რო ავტვირთავ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით ტელევიზორთან ესე პუში თბილად ჩავჯდები, პოპკორნს მოვიმარაგებ და ვუყურებ როგორი დეგენერატი ვარ და როგორ ამინდებში სად დავდივარ. ჩემი არხი გამოიწერეთ მეგობრებო და დამიკომენტარეთ კიდევ სად გინდათ რომ წავიდე, რა სიგიჟე გავაკეთო და საერთოდ რაღაცა იდეები მომაწოდეთ. მე კი მაქვს კაი გეგმები და მაგას მალე გაიგებთ, მაგრამ თქვენც დამეხმარეთ რაღაცების მოფიქრებაში. ეხლა ნელ-ნელა გავუყვები გზას, თორე ძალიან ცივა. ერთადერთი რაც მაწუხებს, ხო, თბილად ჩაცმა მეზარება ხოლმე, ეგ არის ჩემი ძალიან დიდი მინუსი და მაგასაც როგორმე უნდა მივაქციო ყურადღება. ცოტა თბილად ჩავიცვა და აღარ ვიწუწუნებ ამდენს, თქვენს დაისვენებთ და მეს. ეხლა გამიჩერა მანქანა და ინგლისურად მეუბნება დახმარება ხო არ გინდაო და მეთქი არა ქართველი ვარ თქო და ანუ ძალიან სახე შეეცვალა უცებ გაუკვირდა და რატო გაუკვირდა ვერ მივხვდი, ანუ ქართველებს არ გვეკადრება ესეთი დეგენერატობების გაკეთება. და ეს ძალიან გადაობა, ხო, ესეთ ამინდში, ესეთ მოტოციკლით რო ხედავენ იმაში გზაში, ან გაკვირვებულები გიყურებენ, ან გეკითხებიან დახმარება ხო არ გინდა. აი, წავედი. მოვიხინე. წავედი სადაც.